მოგესალმებით, ბიჭებო, დღეს კვირა დღეა და მე ერთი რამ მინდა გითხრათ. კვირა დღეა, ხო, სამუშაო დღე არ არის, მაგრამ მე გითხარით, რომ ბიზნესმა არ იცის მეგობარი. ბიზნესმა არ იცის დედა, არც მამა, არც მეზობელი, არც ნათესავი. ბიზნესმა იცის მარტო საქმე. ბიზნესი არის ბიზნესი, სხვა საქმე კიდე სხვა საქმეა. თუ ბიზნესს არ მიუდექი ბიზნესურად, საქმე არასდროს არ გამოვა. მე თქვენ ახალგაზრდები შეკრიბეთ და თქვენ ხართ გაყიდვების ხელმძღვანელები. და მინდა რომ ბიზნესი იმ დონეზე ისწავლოთ, რომ მთელი ცხოვრება ამბობდეთ, რომ აი ზუსტად ისე გვასწავლა, როგორც ეს ბიზნესი ჭირდებაო. ბიზნესმა არ იცის ხათრი. თორე ჩაიძირები. თქვენ რამდენი გინახიათ? მილიონერი, მილიარდელი შვილები კომუნისტების დროს მილიარდელები რო იყვნენ, დღეს ღარტაკები არიან. რატომ? ქონება, რომელიც დაუტოვა მამამ, 3 დღე ვერ გაძლეს. ბანკში ჩადეს ყველაფერი, ლამბორჯინი იყიდეს, ლამბორჯინი ავარიაში მოხდა და დღეს პურის ფული არ აქვს. ამიტომ ყველაფერს სჭირდება სწორი გათვლა. მე გითხარით, რომ წიგნზე უკეთესი, დედამიწის ზუგზე არაფერი არაა. წიგნი ყველა ლამბორჯინის ჯობია. წიგნიდან უნდა იშოვო ლამბორჯინის ფული. წიგნმა უნდა გასწავლოს ყველაფერი. მაგრამ ეს არის 50-50-ზე. აი ვთქვათ, წიგნი არის 50% და 50% პრაქტიკა. თქვენ ახლა პრაქტიკა გავლილი გაქვთ, მაგრამ მე გითხარით, მოდი კვირა დღეა, ხო ეს დღე გამოვიყენოთ, მოდით და წავიდეთ და გავამხნევოთ ქუთაისში ჩვენი ფილიალის ხელმძღვანელი ქალბატონი ანა. და აგერ მათე კიდე დღეს უკვე გაყიდვებს ჩაიბარებს ანასთან. ანას თანამშრომელი იქნება, ჩვენი კომპანიის თანამშრომელია. რატო ჩამოვიდა ქუთაისიდან ეს ბიჭი და რატო მიიღო აქ პრაქტიკა და რატო მუშაობდა და რატო ხედავდა იმას, რაც ქუთაისში უნდა გააგრძელოს. იმიტომ რომ ეს პრაქტიკა იყო მისი და ეს საჭიროა, ხო? ამიტომ აი ანამ ძალიან მაგრად იმუშავა და ქალბატონ ანას დიდ მადლობას ვუხდი და ძალიან კარგი მენეჯერია და ძალიან კარგი ხელმძღვანელია. მან იმდენად ბევრი მანქანები გაყიდა აი ამ პატარა დროის განმავლობაში. აი ანახეთ, უკვე მეოთხე პარტია დღეს ავტომობილები ჩავყავს ქუთაისში. მოვეფეროთ იმერეთს, მოვეფეროთ ჩვენს მომხმარებლებს და იმ აქციის შედეგად რამდენი მანქანა არის გაყიდული, ხალხმა გაიგო წესიერად, ხო, ადამიანს სჭირდება რეალური მოპყრობა და რეალური ფასი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს დავაანონსებ ქუთაისში, რომ კიდევ გაგრძელდება ჯეტურებზე ერთკვირიანი ფასდაკლება და კიდე სხვა მანქანებზე. ამას ჩვენ ქუთაისში ვიტყვით დღეს. ახლა გისურვებთ წარმატებას და წავიდეთ. კვირა დღეა, თქვენთვის ეს პრაქტიკა, ეს არის ცხოვრება, ეს არის ხვალინდელი დღე. მათე მოტორს როგორ იცი შენ? მათე მოტორს გაუმან! ჯოს! გაუმან! ჯოს! გაუმან! ჯოს! აი, ახლა დავუმატებ 30% ხელფასს, იმიტომ რომ ხმა კარგია, ხო ხედავ? აი ესეა ცხოვრება. გისურვებთ წარმატებებს. აბა წავედით იმერეთში, ქუთაისში, ჩვენს ფილიალში. წავედით ბიჭებო.